მინდა გეშო სრულიად საქართველო მზიმრო ის დიდი ტკივილი რა ტკივილიც გვაქვს ჩვენი უწმიდესის ამ ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით ჩვენი უწმიდესი მე ვიცი ყველას უყვარს უწმიდესი რომელიც ბოლო ქადაგებებში ხშირად იმეორებდა მიყვარხარ საქართველო როგორც ხედავ მრევლს საქართველოს ძალიან უყვარს ჩვენი უწმიდესი ძალიან დიდ პატივსცემს უწმიდესი აი ხედავ ზღვა ხალხია ზღვა უსასრულოდ მოედინებოდა მის ხედარს ყველა ტიროდა და ყველა განიცდიდა მის ამ ქვეყნიდან გასვლას მეც გეტყვით რომ ძალიან დიდი ჭირისუფალი ვარ დიდი ტკივილი მაქვს უსაშველო ტკივილი გავიგეთ თუ არა ცუდად ყოფნის ამბავი იქ უკვე სისხლი გაგვეყინა და მით უმეტეს გარდაცვალება არ ვიცი დიდი ტკივილი მოგვაყენა ყველას თქვენ მინდა რომ 45 წელზე მეტია წმინდა სამების ტაძრის 47 წელია ჩემოზე კი ბატონო ხართ მგალობელი და როგორ დაიწყო ეს ისტორია და რა თქმა უნდა თქვენ პერსონალური ურთიერთობა გქონდათ პატრიარქთან და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის რაც გინდათ ახლა არ ვიცი გაიხსენოთ მოუყვეთ მაყურებელს რაც გამოარჩევდათ თქვენს ურთიერთობას, თქვენს დამოკიდებულებას მისდამი. იცით რა არის, დავიწყეთ თუ არა გალობა, ქალთა გუნდში დავიწყე პირველად შეიქმნა და პირველი მგალობელი ვარ. მე რომელსაც უთხრეს ყოველდღიური წირვა როცა უნდა ჩაგვეტარებინა ეს უწმიდესის ლოცვა კურთხევით და ის მგალობლებიც ვინც დავიწყეთ გალობა ეს მე ამარჩევინეს ასე ვთქვათ და მოგვისმინა უწმიდესმა თუ არა მეორე დღეს უკვე დაგვიბარა და გვაკურთხა მგალობლად ყველა ძალიან ხშირად მივდიოდით ხოლმე ახალ ნაწარმოებებს რომ შევისწავლიდით მივდიოდით უწმიდესთან და შტაბეჭდილებები უნდოდა და ძალიან მოსწონდა ჩვენი გალობა და ის იმდენად დიდი მოწონება ჰქონდა რომ აი ეს დატირებას რომ ვგალობ მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი აი ამ გალობის დროს მელოდებოდა ხოლმე და როგორც მეუბნევიან ამბავი მოქონდათ სულ კითხულობს ნაირა მოიდა ხო ეს ჩემთვის რამხელა ბედნიერებას ნიშნავდა უწმიდესი მელოდა ისევე როგორც მრევლი ელოდება ხოლმე ამ საგალობელს შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს ვისაც აინტერესებთ ახლა ყველაზე მეტად ერთია პატრიარქი და ადამიანი ხო რომელსაც ჰქონდა თავისი თვისებები, ჰქონდა თავისი ჩვევები, როგორი იყო ის ურთიერთობაში, ამბობენ რომ იყო საკმაოდ არ ვიცი სიტყვა ძუნწი, მაგრამ კარგი იუმორის მქონე ადამიანი. რა შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ ამასთან დაკავშირებით? თუ იცოდა თუნდაც აღნიშნა თქვენი ნამღერის თუ გეტყოდათ რომ ქათინაურები თუ იცოდა მოწონება თუ იცოდა თუნდაც შესრულების იმიტომ რომ ეს ალბათ იქნებოდა ყველაზე დიდი мотиваცია თქვენთვის წირვა რო დამთავრდებოდა ხოლმე ხშირად სახლში არ მივდიოდით იმიტომ რომ საღამოსაც უნდა გვეგალობა და აივანი ჰქონდა რეზიდენცია იქვე ჰქონდა სიონის პირდაპირ იყო ეს რეზიდენცია და რო დამინახავდა ნაირას დაუძახეთ
ავიდოდით იქ რეჟისორები იყვნენ, პოეტები, სხვადასხვა დროს სხვადასხვანი იყვნენ და უნდა და ხოლმე რომ მეც იქ მათთან ერთად ყოფილიყავი და საუბრობდით ყველა საკითხზე, განსაკუთრებით საგალობლებზე. ხშირად თავის საგალობლებს, შექმნილ საგალობლებს მოგვასმენინებდა ხოლმე და აინტერესებდა ჩემი აზრი, მოგეხსენებათ, ყველაზე მელოდიური, ყველაზე აი ეს გულში ჩამწდომი ძალიან ბევრი საგალობელი აქვს ჩვენს უწმინდეს, რომლის საგალობლები ყველა მოიწონა და ყველა შეიყვარა და ის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, იმაში გამოიხატება ჩემი გალობა მოსწონდა თუ არ მოსწონდა, იმაში გამოიხატება რომ 47 წელია. მოისურვა რომ მე გალობა ეს გურამიშვილის მოთქმა ხმით და თავბოლო 1 და ისე მოხდა რომ გადაწყდა რომ მე უნდა მეგალობა ის საგალობელი რომელიც ისე წავიღიღინე და უთხარი რომ ეს საგალობელი დატირება როგორც დედა დაიტირებს ქართული იმდენი დატირება ყველა კუთხეს თავისი დატირებები აქვს და ძალიან უბრალოდ უნდა იყოს ისე რომ ყველასთვის მისაღები იყოს და აბა როგორ მეკითხება და დავიწყე იქვე ტექსტი დავიჭირე და დავიწყე გალობა და ხო ეგ არის და იმდენად გაამართლა ამ საგალობელმა რომ აი 47 წელია უკვე ამ საგალობელს გალობდა არ სყინდება ხალხს რეკვაზე მაქვს ზარი ისედაც სხვადასხვა აზრებიდან ხო იგალობებ მრევლს აინტერესებს სხვა აზრებში რომ დამთავრდება ხოლმე აი ეს ქრისტეს დატირება და ლოცვები ხო არის მანამდე წასაკითხი რომ დამთავრდება ხოლმე მთელი ეს ქართველობა დაძრულია რომ მოვიდნენ და ეს საგალობელი მოისმინონ ეს ალბათ იმიტომ რომ ალბათ კი არა ნამდვილად იმიტომ რომ ეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით იყო და მას არასოდეს არაფერი არ შეეშლებოდა და მართლაც არ შეცდა თავის ამ არჩევაში რომ შეექმნა ამაზე გალობა დიდი პოეტის დავით გურამიშვილის ტექსტზე